გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? თქვენ თუ იცით რა განსხვავებაა გიბრალტარსა და სან მარინოს შორის? იცით რა განსხვავებაა? UEFA-ს რეიტინგში გიბრალტარმა გაგვასწრო და სან მარინომ იოცნებოს ვერ ეღირსებიან. 2 თვის წინ მე უჯარიმოდან გითხარით რომ UEFA-ს რეიტინგში უსწრებდით ერთ სახელმწიფოს და 2 კუთხე კუნძულს. სან მარინოს უსწრებდით სახელმწიფოებიდან პლუს გიბრალტარი უელსი, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, სამწუხაროდ დიდხანს ვერ შევინარჩუნეთ ეს უპირატესობა. რამდენიმე დღის წინ კონფერენს ლიგაზე გიბრალტარის ლინკოლნმა პოლონეთის ლეხს მოუგო, გიბრალტარს სარეიტინგო ქულები შეემატა და საქართველოს ჩემპიონატს გიბრალტარმაც გაუსწრო. დაგურჩა ერთი სახელმწიფო და ერთი კუთხე კუნძული. სან მარინოს გავუსწრებთ და უელს. უელს საუკეთესო კლუბები ინგლისის ჩემპიონატში ყავს და მაგიტო ვუსწრებთ, თორე რეალურად უელსიც გჯობია, ჩვენში დარჩეს და მარტო სან მარინოს ვუსწრებთ. არ ვიცი რა გვეშველება, მართლა არ ვიცი. ერთადერთი ის ვიცი, რომ საფეხბურთო კლუბის გაკეთება გადავწყვიტე. არ ვიცი როდის შევძლებ ამას, მაგრამ ოდესმე აუცილებლად გავაკეთებ თქვენთან ერთად. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარიზღილაკი ჩართეთ, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მეტი შანსია საფეხბურთო კლუბი გაკეთდეს. პოტენციურ სპონსორებთან რომ მივალ, სად 17,000 კაცი დგას ჩემს გვერდით თქო რო ვეტყვი და სად 40,000. მინიმუმ 40,000 უნდა გავხდეთ, რომ ამ იდეას შანსი გქონდეს. საფეხბურთო კლუბი რო შევქმნა, ჭირდება რომ გიბრალტარის მოსახლეობაზე მეტნი ვიყოთ. გამომწერები უნდა ვიყოთ უფრო მეტნი ვიდრე გიბრალტარის მოსახლეობა. ამ შემთხვევაში ვიფიქრებ შევეჭიდო კლუბის გაკეთების იდეას. ყველა ნიკოლოზმა გამოიწერეთ არხი. საქართველოში უფრო მეტი ნიკოლოზი ცხოვრობს ვიდრე გიბრალტარის მოსახლეობა. არა, სხვებმაც გამოიწერეთ არხი, პირიქით მივესალმები, მაგრამ მარტო ნიკოლოზებიც მაწყობს რო რამე. გიბრალტარის ლინკოლნ რედიმსის ფინანსურ ანგარიშებს ჩავუჯექი. მესმის ახალგაზრდა მამაკაცი ლინკოლნ რედიმსის ფინანსურ დოკუმენტებს რო ეცნობა, ცოტა რედ ფლეგია. გოგორო ვიყო, მეც არ მომეწონებოდა ეგეთი ბიჭი ლინკოლნ რედიმსის დოკუმენტაციებს რო იკვლევს. მაგრამ აუცილებლად უნდა გავცნობოდი. იქნებ მართლა სასწაული ფული აქვთ და ტყუილად ვუტრაკებთ ქართულ კლუბებს. იქნებ მართლა გიბრალტარს რას ედრები შენ? მაგათ ვის ედრები, ხო? ამიტომ გავეცანი. იცით ლინკოლნმა 2024 წელს ყველაზე მეტი ფული რაში დახარჯა? მისი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ყველაზე დიდი წილი რაზე მოდიოდა? ვერ გამოიცნობთ 1600 ცდიდან. ალბათ დედამიწის ნებისმიერ კლუბში ყველაზე დიდი ხარჯი არის ხელფასები. ფეხბურთელების, მწვრთნელების, პერსონალის, ჯამური ხელფასები. ლინკოლნმა ყველაზე მეტი დახარჯა მგზავრობაში. ეგენი ევროტურნირებზე ეგრევე ხო არ ვარდებიან ჩვენსავით, დიდხანს თამაშობენ. და ამდენი ფრენა, სასტუმრო ისა ესა, ყველაზე მძიმე ტვირთად დააწვათ მგზავრობის ხარჯი. 2,200,000 ლარი დაუჯდათ მგზავრობა. ყველაფერი ლარებში გადავიყვანე, მათი ბიუჯეტი ფუნტებში ამოცემული, ვისაც დაგჭირდებათ ლინკოლნის ფინანსური ანგარიში, მომწერეთ, ჩავაგდებ, მოგცემთ ლინკს. ანდა Facebook-ზე მეგობრების ჯგუფში იქ გავაზიარებ, შემოგვიერთდით. მოკლედ 2,200,000 დაუჯდათ მგზავრობები და ეს არის მათი ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი. ფეხბურთელების სახელფასო ბიუჯეტი არის 1,200,000 ლარი წელიწადში. ანუ ფეხბურთელის საშუალო ხელფასი თვეში არის 5,000 ლარი გროსი. აქედან აკლდებათ გადასახადები კიდე. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, საშუალოდ 5,000 ლარი აქვთ ხელფასი. ჩვენს კლუბებს გაცილებით უკეთესი ფინანსები აქვთ, მეგობრებო. რავი, ხა მამადოსახოს ხელფასი არ ვიცი რამდენი იყო, მაგრამ დაახლოებით იმდენი, რამდენიც ყველა ლინკოლნის ფეხბურთელის ერთად აღებული. და ისინი თამაშობენ ძირითად ეტაპზე, ჯგუფურს რო ვეძახდით ადრე,
ჩვენ საოცნებო გვაქვს, რომ სადმე აგვისტოს პირველ ნახევრამდე გავძლოთ ევროტურნირებს. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ საკლუბო ფეხბურთში მთავარია ფული. კი ბატონო, შენ ვისედრები, მაგალითად აზერბაიჯანი ავიღოთ, ხო? კი, აზერბაიჯანი ვერ აწარმოებს იმდენ კაკ ფეხბურთელს, რამდენსაც საქართველო, მაგრამ ფინანსების ხარჯზე უკეთესი ჩემპიონატი აქვთ. ოკეი, გავიგე ეს არგუმენტი. ბევრი ფული აქვთ. გიბრალტარი ნაკლები ფულით, ნაკლები ნიჭით და ერთი სტადიონი მინუს 10,000 კაცი მოსახლეობით რო უკეთეს შედეგს დებენ. აი აქ რით ვაправებთ? ამას რით ვაправებთ? ერთი არგუმენტი დაიდოს გიბრალტარის ჩემპიონატი რატომ გვისწრებს. ერთი. არ მინდა არგუმენტი. ერთი ადამიანი გამოჩნდეს, ვისაც რცხვენია. რომ გიბრალტარის ჩემპიონატი გვისწრებს. აი ერთი ადამიანი იყოს რა, რომ აი რცხვენია ხალხო. ერთი ადამიანი მაჩვენეთ. ინერვიულეთ ბლად. არ ვითხოვ იმას რა, არაფერს არ ვითხოვ, ინერვიულეთ. მე გეტყვით ერთ არგუმენტს, რატომ გვისწრებს გიბრალტარის ჩემპიონატი. რატომ თამაშობს გიბრალტარის კლუბი ევროტურნირების ძირითად რაუნდში და ჩვენი არა. ალბათ ბევრი არგუმენტია, ერთს გეტყვით. მოდით კიდევ ერთხელ ჩავხედოთ ლინკოლნ რედინგსის ფინანსურ ანგარიშს. მესმის რომ ახალგაზრდა ბიჭი რომ ლინკოლნის ანგარიშებს. მაგრამ ჩავხედოთ. 2024 წელს იცით რაში დახარჯეს 9 მილიონ ლარზე მეტი გიბრალტარის გუნდმა. 9 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს აი რაში? სკაუტინგზე. გუნდის ხარჯებში მესამე ადგილზეა სკაუტინგის ხარჯი. პირველ ადგილზეა გზავრობა, მეორეზე ფეხბურთელების ხელფასი და მესამეზე სკაუტინგის ხარჯი. გუნდს, რომელსაც ძალიან ცოტა ფული აქვს, სკაუტინგზე ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე ყველა ქართული კლუბი ერთად აღებული. უმაღლესი ლიგის ყველა ქართული კლუბი კი არა, აბსოლუტურად ყველა ლიგის, ყველა ქართული κλუბი ჯამში, რასაც ხარჯავს სკაუტინგზე, იმაზე მეც ხარჯავს ღარიბი გიბრალტარის კლუბი სკაუტინგზე, ლინკოლნ რედინგსი. სკაუტინგი არ არის მეგობრებო ფუფუნება, როგორც ჩვენთან გონიათ. სკაუტინგი არის აუცილებელი ხარჯი, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯი. წარმოიდგინეთ, გაქვთ ნავთობ კომპანია და ნავთობის აღმოჩენაზე ფულს არ ხარჯავთ. საძიებო სამუშაოები. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ოქროს მომპოვებელი კომპანია და ფულს არ ხარჯავთ საბადოების აღმოჩენაზე. წარმოიდგინეთ, ხო და მაგას აკეთებთ მეგობრებო, თქვენ ფლობთ საფეხბურთო კლუბს და არ ეძებთ ფეხბურთელებს. დაუფიქრდით? თქვენ გაქვთ ეგეთი ბიზნესი, საფეხბურთო კლუბი გაქვთ და ფულს არ ხარჯავთ ფეხბურთელების მოძებნაში. სკაუტინგი არის აუცილებელი ხარჯი, ბიზნესის განხორციელებასთან დაკავშირებული პირდაპირი აუცილებელი ხარჯი. სკაუტინგი არ არის ეგ, როცა აგენტს ეუბნები, კაი ფორვარდი მინდა. აგენტი შემოგთავაზებს თავის კლიენტს, აქ წარმატების შანსი 50%-ია, ან კარგი კლიენტი ეყოლება, ან ცუდი. როცა შენ თვითონ ეძებ ფეხბურთელს, იქ წარმატების შანსი გაცილებით მაღალია. ძმა, ვინმე კაი მარცხენამცველი ხო არ იცი, ჩამიგდე ლინკი, არ არის სკაუტინგი მეგობრებო, მთელი წლის განმავლობაში 24/7-ზე უნდა მიმდინარეობდეს სკაუტინგი და სატრანსფერო ფანჯარა რო გაიხსნება, მაგიდაზე უნდა იდოს დაახლოებით 15-20 სახელი და გვარი ქართველების უცხოელების, თითოეული ფეხბურთელი შესწავლილი დეტალურად, რა ძლიერი მხარე აქვს, რა სუსტი, როგორ იკვებება, დისციპლინას როგორ იცავს, ხომ არ სვამს, ბოზებს ხო არ არის გადაყოლილი, ყველაფერი შესწავლილი და ამის მერე უნდა გაკეთდეს ტრანსფერი. აი, როგორ გითხრათ, სუსირო ტალანტებს ეძებდეს, ეგეთი კრებსები უნდა იყოს. აი, როგორც სუსი დაწერდა რა, ამ ადამიანზე დასკვნას, აი, ეგეთი უნდა დაიწეროს ფეხბურთელზე. გასაგებია, რომ სკაუტინგის გარდა კიდევ ბევრი პრობლემა გაქვთ, მაგრამ
მოდი ამის გამოსწორებით დავიწყოთ. არ გაინტერესებთ რა მოხდება. ვცადოთ, იქნებ ამ ერთი პრობლემის მოგვარებით, შეიძლება რაღაც 5 ნაბიჯი გადავდგათ წინ. რომელიმე კლუბი თუ გადაწყვეტ ამ მიმართულების სისტემის აწყობას, ამ მიმართულებით სისტემის აწყობას, მომწერეთ, დაგეხმარებით უანგაროთ. მეტი რა გითხრათ. მე რო არ თქვას ვინმე რომ კრიტიკა ადვილია, საქმე რაღაც დაგეხმარებით. მეტი რა ვქნა. ლინკოლნის ანგარიშებსაც გავეცანე. ფინანსურ ანგარიშებს. წინა ეპიზოდებზე იყო კომენტარები, პრესის მიმოხილვა და სტატისტიკები მოგვენატრაო. მაგაზე გაწყენინებთ. დღეს პრესის მიმოხილვა დავაბრუნოთ და შემდეგზე სტატისტიკის მოყვარულთათვის. რუბრიკა ქართული სპორტის პრესის მიმოხილვა. ძალიან დაიძაბა ურთიერთობა პარი სენ-ჟერმენის მცველს ილია ზაბარნისა და სპორტალ.G-ის შორის. ორ სათაურს წაგიკითხავთ. ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს. მეორე სათაური. კატასტროფულმა ზაბარნიმ. ჯერ სათხართ. კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა. უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა, ვერც კი მოხსნა. გაიმეორა კატასტროფულმა ზაბარნიმ. ვიღაცას ძალიან არ ევასება ზაბარნი. იმედია ზაბარნი არ ეცნობა ქართულ სპორტულ პრესას, გამოშტერდება რა გინდათო იკითხა. არა უშავს რო რამე ჩერეს კვარა შემოვირიგებთ რა. შემდეგი სათაური. იტაბლო ჯიმ მაგრად ჩაუძაბა ვილი სანიოლს. სათაური. მუსიე ვილი არ გამოვა მასე. სათაური ხო გენიალურია. სტატიის დასასრულს წაგიკითხავთ, უფრო მაგარია. რა გვიშლის ხელს, რატომ მივდივართ რეგრესისკენ? სად გვიჭირს, რომელ რგოლში? რა უნდა გავაძლიეროთ? რა უნდა ვქნათ საქმე რომ გამოსწორდეს? ვინ უნდა იმუშაოს მაგ პრობლემებზე? როგორ უნდა იმუშაოს? საით წავიდეთ? რა გეზი და გზა ავირჩიოთ? არც ამას გვეუბნებით, არც საქმეს არ აკეთებთ. არ გამოვა მასე. ბოლოს ფედერაციაში უნდა დაერეკა ავტორს. დამალაპარაკე ვილი. ესე უნდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ყველა სიტყვას ვეთანხმები, რაც სტატიაში წერია, ჩემი აზრითაც არ გამოვა მასე. არ გამოვა რა? არ გამოვიდა უკვე. არ გამოდის. მორჩა მსოფლიოზე ოცნება. შემდეგი სტატია. სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი ლელო ქართული ჭიდაობის მოყვარულთათვის. ციტირებ. თბილისის სპორტის ოლიმპიურ სასახლეში მნიშვნელოვანი ტურნირი იმართება. მსოფლიო ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს. მოიცა, ქართულ ჭიდაობაში წინა მსოფლიო ჩემპიონატს ვინ უმასპინძლა? მართლა მაინტერესებს. ანუ ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა გვინდოდა და ბუდაპეშტმა გვაჯობა? ან ვიღაცამ რავი. ძალიან დამაინტერესა ამ თემამ, ჩავეძიე და გავარკვიე, პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ყოფილა. საქართველო კი არ უმასპინძლებს პირველად, ზოგადად პირველია და შესაბამისად საქართველოც პირველად მასპინძლობს. სტატია წერია უბრალოდ ბუნდოვნად. წარმატება ქართულ ჭიდაობას იმედია ისე განვითარდება და ისეთი პოპულარული გახდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეგვეცილებიან სხვა ქვეყნები. საუდის არაბეთი და კატარი მოისყიდიან კომისიის წევრებს, რომ მაგათ უმასპინძლო. აი ეგ ხვეტა ექნებათ ამას ვუსურვებ. ისეთი პოპულარულები გაახვდეთ, რომ იქ მაყუთების ჩადება, რომ ჩემთან წამოიღენ. და ბოლოს, რა თქმა უნდა, პრესის მიმოხილვას დავასრულებთ ჩემი საყვარელი მსოფლიო სპორტით. რუბრიკა თამაშგარე. სათაური, ვინისიუსი ქალებს თავს უცნაური მეთოდით აწონებს. გავხსნათ სტატია, ვნახოთ აბა რა მეთოდი აქვს ვინისიუსს, როგორ აწონებს ქალებს თავს, გარდა იმისა, რომ რეალში თამაშობს და 20 მილიონი აქვს ხელფასი. კიდე რა არის საჭირო? გავიგოთ.
Ციტირებ. 2 თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალის ბრაზილიელი შემტევი ვინისიუს ჟუნიორი მის ყოფილ გულის წორსა და 2 შვილის დედას ვირჯინია ფონსეკას დაშორდა და უკვე დაიწყო ამძუვნებული ტახივით რუზრუზი სხვა ქალის მოსაძებნა. სვერპლი ჭყალებში მალევე გამოჩნდა მშვენიერი ბრაზილიელი მოდელის ანა სილვას სახით, თუმცა მისი დაუფლების მეთოდი იმდენად უცნაური და უხერხულად დასაწერია, სენიორიტა ანამ გაოგნება ვერ დამალა და განაცხადა, რომ საქვეყნოდ ცნობილი ვინისიუსი ტელეფონზე არც მეტი არც ნაკლები საკუთარი პენისის ფოტოებს უგზავნიდა. აქაო და სულ შენზე ვფიქრობ და ისეთ ფორმაში ვარ, რო გაგიხარდებაო. ხوارი გოჭივითო უკითხავს ვინისიუს. ეს დამაკდა სტატიაში. ეგეთი ანეკდოტა იყო 90-იანებში. ხوارი გოჭივითო და აი ეგრე ეს ისეთი რუბრიკაა, ეს თამაშგარე რა, რომ უხდება ეგეთი ქართული ჩართვები რა. სოფლიო სპორტის ეს რუბრიკა, თამაშგარე, ბოლო დროს ცოტა მინელებული იყო, მაგრამ ეჭვი მაქვს ვინისიუსი და იამალი ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ და ჟურნალისტებს ბევრ გენიალურ სტატიას დააწერინებენ თავიანთი რუზრუზით. ახლა გადავიდეთ სხვა სპორტებზე. ვიღებ შენიშვნას, რომ სხვა სპორტებსაც ჭირდება ყურადღება, ყველაზე ნაკლებად ეგ მე მეკუთვნის, რო იცოდეთ. მაგრამ მაინც ვიღებ ამ შენიშვნას, რომ სხვა სპორტებსაც მივაქციოთ ყურადღება. გუშინ ვიყავი კალათბურთზე, FIBA ევროპის თასზე, ქუთაისი შეხვდა ბილბაოს. პატარა ვიდეოც გადავიღე, ვლოგს ვერ ვუწოდებ, ვლოგუკა გადავიღეთ და გაჩვენებთ, მაგრამ რო არ მოგიყვეთ 100 ჯერ მოყოლილს ერთხელ ნანახის ჯობსო და გაუშვით. გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით სოფლიოში ყველაზე მაგარი ქუჩიდან. უნივერსიტეტის ქუჩაზე ვიმყოფებით. ეს არის სოფლიოში ყველაზე ეკლექტური ქუჩა, სადაც განთავსებულია უნივერსიტეტი, სასაფლაო და 2 სპორტის სასახლე. ეს არის ჰაბი. ეს ქუჩა არის ჰაბი, რისი ჰაბია არ ვიცი, მაგრამ ჰაბია. ეს არის ქუჩა, სადაც სიკვდილი და მომავალი ხვდებიან ერთმანეთს, საინტერესო ქუჩა არის. ჩვენ მოვედით ქუთაისის თამაშის საყურებლად ბილბაოსთან კალათბურთში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით წავაგებთ აუცილებლად, მაინც მოვედით, იმიტომ რომ ამ დონის გუნდი და ამ დონის ჩემპიონატში მოთამაშე გუნდი საქართველოში ხშირად არ ჩამოდის და მაინც და მაინც თუ არ ვიგებთ ისე რო არ დავდივართ თამაშებზე, ეგ არ მგონია სწორი მიდგომა რა და მე ვიქნები თამაშზე, ალექსა იქნება ქუთაის თამაშობს. და 1-7-8 ადამიანს ველოდებით კიდე რა. ხო და წავიდეთ ეხა და შევიდეთ მაშინ. შევიდეთ. აბა. აი სამიანი გაძერა. ვერამდენეთ ეხლა რა ის არის. კარგია. რა სიტყვა? წავიდა ცროლები. ეხლაც ხო?
კალათბურთზე იმდენი ისტორია არ გვაქვს მე და ალექსას როგორც ფეხბურთზე და ტორპედოზე, მაგრამ რაღაცა თვით ამბავს კი გავიხსენებთ ეხლა რა. მე გითხრა ერთი ვის ხვდებით ოღონდ არ მახსოვს, იმიტომ რომ კალათბურთის გუნდის სახელებს ძნელად ვიმახსოვრებ, რაღა უცნაური სახელებია ხოლმე. ევროტურნირების თამაში არის და მე ვერ წავედი, მეგობარი წავიდა რა. აი, სადღაც პირველი ტაიმი უნდა მთავრდებოდეს, მაგ დროს მივწერე რომ რავშვებით მეთქი. 28 ქულას ვაგებთო მომწერა რა. და ცოტა ხანში მომდის ახალი მესიჯი. 27. დამაბდეიტა რა, ბრძოლა რა. შენ ყავს ეგეთი ვინმე ოპტიმისტი მეგობარი? ოპტიმისტი მეგობარი ყავს, ძალიან ვაგებდით რა 31 ქულით და 2 ქულიანი ჩავაგდეთ და 29 ქულაში შევედით. ალექს, თამაშის შეჯამება რო გთხოვო, მაგინებ? არა. ფეხბურთში გიბრალტარმა გაგვისწრო და თავი არ მოგვიკლავს და ეხა ბილბაუმ თუ მოგვიგო, ეხა არ დაიქცევა. კარგად ვართ, მე მგონი ფეხბურთთან შედარებით. გიბრალტარი ვერ გვისწრებს დარწმუნებული ვარ რა. ქუთაისში რატო არ არისო თამაშიო იკითხავს. ქუთაისი თბილისში რატო თამაშობსო? ჩვენი სპორტის სასახლე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ იქ სტუმრის მიყვანა მოგვერიდა. ისეთი ახლა ვერ ვათქმევინებდით ბასკებს, რომ ესო რას უგავთ სპორტის სასახლეო. ჩამოვიყვანეთ თბილისში და იმას გავაწკიპინებთ, გავალამაზებთ და შემდეგ სეზონზე უკვე იქ მივიღებთ რა. კაი, წავედით შუქს აკრობენ და წავედით. კარგად ხალხო, დროებით. ასეთი ვიდეო გამოვიდა, მეგობრებო, ვიაროთ თამაშებზე, სადაც უეჭველი ვიცით რომ წავაგებთ, მაგრამ მაინც ვიაროთ, იმიტომ რომ სპორტი მეტია ვიდრე მოგება-წაგება. ეს მინდოდა მეთქვა. ძალიან რთული კალენდარი აქვს ბილბაოს ნოემბერში, 16-ში ხვდება რეალს და მერე ქუთაისს. მწვრთნელი ამბობდა რომ ასეთი მძიმე კალენდარიო. ჯერ რეალი მე ეგრევე რეალის მერე ეგრევე ქუთაისი. წავედი ახლა მე კარგ რაღაცებს ვგეგმავ და გაგაგებინებთ ყველაფერს ნელ-ნელა. მუშაობთ აქ ხალხი რომ რაღაცა კარგი მოხდეს. თქვენ არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარიზღილაკით ჩართეთ და დროებით.